წელს არის მე-12 დაჯილდოება, პროექტი, რომელიც დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით და როგორც წესი, ყოველ წელიწად ახალ-ახალი ქვეყანა გვემატება, ხშირ შემთხვევაში თავს იღებს ხოლმე 8, 10 და 12 ქვეყანა მონაწილედ. წელს არის 5 ქვეყნის მონაწილეობა, ეს არის ცხადია მასპინძელი საქართველო, იტალია, უკრაინა, პოლონეთი, სამხრეთი და თურქეთი. აბსოლუტურად ესეთი მაღალი ხარისხის შემოქმედება არის შემოსული როგორც ქართული მხრიდან, ასევე უცხოური მხრიდან. რამე თუ გვაქვს ბედნიერება და გვაქვს ერთ-ერთი მონაწილე იტალიელი ბატონი ალესანდრო რუსო, რომელიც არის იტალიის საკუთრებით ცნობილი, ასე ვთქვათ, სახიერი მათი პოეზიის და შემოქმედების ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის გამონახა დრო და ჩავამბზანდა ეს ჩვენი დიდი პატივი. შესაბამისად, ჩვენც ყოველ წელიწადს ვცდილობთ იმ ხარისხის აწევას და ღონისძიების უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას და მეორე ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი პროექტი გაჩნდა საქართველოს ფარგლებს პირველივე დღიდან და პროექტის ფარგლებში კეთდება ხოლმე დაჯილდოება არაერთ ქვეყანაში, მაგალითად გასულ წელს იყო იტალია და წლევანდელი წელი გვექნება იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სომხეთი და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის ქალაქი, უცხო ქვეყნის მერია, როდესაც მიგიღებს და ხელს გაგიმართავს დაჯილდოებაში, გვეუბნება ეს იმ ნიშანს, რომ ჩვენი პროექტი ღირებულია და მნიშვნელობა აქვს. I am nominated for our award for photography. This is my photography exhibition called Space. And space is a feeling. Space is emotion that we can find in our dreams. For me, photography is something that you feel because you can see and look on the pictures and feel it. Photography is first of all international because it has no language. This is my first nomination here and even in Poland, and I'm very proud, very thankful. God bless Georgia and God bless Poland. Thank you very much. For me, is a great moment to stay here with you, because I think that all the art and also in my sector, the poetry, is the way to overcome the difference between the language, so you can arrive to anybody
and for me is an unexpected nomination, and I'm very happy. So I say thank you to everybody, to Nugzar. I want to say thank you, Nugzar, and to all the organization and to Georgia. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ პრემია ივერია არის არა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი, არამედ ეს არის მეგობრობის, სიყვარულის, დანათესავების დღესასწაული, ეს არის საერთაშორისო, როგორც უკვე იცით, ჩვენთან წელს სტუმრად არიან პოლონეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, მე ასევე ვარ როგორც წარმოდგენილი, როგორც თარჯიმანი იტალიური ენიდან და რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, გახარებული და ვილოცავ ყველა გამარჯვებულს.